this investigation could never end it due to the details. It shows that there was rainfall, but we don't have to need to have heavy rainfall to not the heavy rainfall, yes. Right. Εδώ როგორი თავებია, შეას. მიხდი აი. გამოდის რომ შეაგროვა, ცოტა პერმაფროსტის, ცოტა იმის შაკინოლში, ცოტა მომავალი, ცოტა ხახუნი, ხო. მაგის ქვემოთ რომ მოდიხარ და ხედავ ესე განივად რო არის მორენა. ხო. ხედავ? აზრება. დანაც გაიფანტა რამდენიმე ნაკადად და აი ესე წამოვიდა. და იმიტომ გააჩინა ეს გვერდულად პერპენდიკულარული მორენა. შესაძლოა. 1500-ზე ვარ. აი ამ იმაზე რა ქვია, გვერდზე მაგრად ჩანს. უკვე სერიოზული ინერცია აქვს აღებული ღვარცობს, უკვე ჩამოყალიბებული სხეულია და აი ბობსლეისავით უკვე იმ ფერდზეა ასული. აი ძველი ნაზვავარი ამოგლესილი აქვს, ის გადახვეტილი აქვს და რაც გადახვეტა იმით აი სხეობა ამოგლისა, აი კარგად ჩანს იქა. აი ეს არის ამოგლესილი და აი ესე მერე გაგრძელდა. მერე აქ დაკარგა ენერგია, გასწორდა, გაიფანტა და მერე ისევ შეიკრა ყველაფერი და ვიწროფში ჩავიდა. აი თუ მიაყურადებ კამერას, ძალიან მაგარი ამოგლესილია, აი კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ამხელა ენერგია აქვს უკვე, ესე იგი აქ სადღაც 30-40 მეტრის სიმაღლის სხეული მოდიოდა უკვე როგორც ერთგვაროვანი ნაკადი რა. წორვალი ჭანჭახის ძირში ვარ, ეს არის უბას ტირა-თბილისის მყინვარის ორი შენაკადის შორის თხემზე. აქ ამოვედი სპეციალურად, იმიტომ რომ აი ეს არის მოწყვეტის, კლდეზვავის მოწყვეტის არეალი, საწყისი ზონა, საიდანაც დაიწყო ეს მთელი ამბავი. აი ჩანს როგორ არის მასალა, მერე ნაწილდება და აი ხა ვერცფრენის ხმაც რო გავა. ყოველ წამში ისევ ცვივა ქვები და თუ დააკვირდებით, აი ახლოს რომ მივზუმოთ, უკვე კიდე არის დაკიდებული კლდეები ამოფიტული. რა თქმა უნდა, ძირითადი მასა მოწყვეტილია, მაგრამ აი ზემოდან თავზე კიდე კიდია. კარგად ჩანს ტექტონიკური რღვევები, აი ეს არის პირდაპირ, აი ყველაზე აი ერთ-ერთი აქტიური დაშლილი ადგილია და თან ზღვარზეა. მუდმივი მზრალობის, სეზონური მზრალობად გადასვლის, კლიმატის ცვლილების გამო და დათბობის გამო, დათბობის გამო და კლიმატის ცვლილების გამო წვიმარი უკვე ამოსული, მყინვარები უკან იხევს და ფრონტის ხაზია. ეხლა ვდგევართ აი ამ ფრონტის ხაზი და მთელი ეს ფრონტის ხაზი გვიგრძელდება მთელი კავკასიონის სამხრეთ ფერდის გასწვრივ და სამწუხაროდ აი ესე შოვისნაირ დასახლებების თავზეა. ბევრგან ესეთი ადგილი და კარგად ჩანს შოვი და ის ტრაგიზმი მთელი ამ ღვარცოფის აი ბოლომდე მიიდის და ბლოუდოც კი ჩანს.